ბოლო 2 დღეა დღენახევარია საქართველოს საზოგადოების ერთი ნაწილი დაზაფრულია და კითხულობს ასე. დალაგდა თუ არა ბიზნე ივანიშვილი დონალდ ტრამპთან. ახლა მოკლე პასუხი ამ კითხვაზე არის ამგვარი. არა, არ დალაგებულო, რაც არ უნდა წაიკითხოთ, რასაც არ უნდა გაეცნოთ, როგორი ანალიზიც არ უნდა გააკეთოთ. რაც არ უნდა არ გესიამოვნოთ ესა თუ ის ინფორმაცია. მინდა დაგარწმუნოთ და მოკლედ გაგცეთ პასუხი, რომ არა ბიზნე ივანიშვილი დონალდ ტრამპთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დღევანდელ ადმინისტრაციასთან არ დალაგებულა და ვერც დალაგდება. მაგრამ მეორე მხრივ ლეგიტიმურია კითხვა, თითქოს ლეგიტიმურია კითხვა, ან ნამდვილად ლეგიტიმურია კითხვა იმის თაობაზე, რომ კი, მაგრამ თუ არ დალაგდა, მაშინ რას მოასწავებს ინფორმაცია გავრცელებული Wall Street Journal-ის მიერ, რომ თბილისში, დედაქალაქის ცენტრში ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თურმე აშენდება ტრამპ ტაუერი. და მართლაც, როდესაც ერთი შეხედვით შეაფასებ და ამ ინფორმაციას გაეცნობი და შეაფასებ, დაიზაფრები არასწორი სიტყვა, მაგრამ შენს წაგეფიქრება, რომ კი, მაგრამ თუ არ დალაგდა, აბა რა არის ეს ტრამპ ტაუერს, რატომ აშენებს ტრამპი ამ ტრამპ ტაუერს და არც ერთ ტრამპ ტაუერს დღეს უკვე არ აშენებს ამის თქმა ხმამაღლა მინდა. რასთან გვაქვს საქმე? ვილაპარაკოთ ამ თემაზე. პირველ ყოვლისა ვახსენოთ და ვთქვათ, რომ საქართველოში ტრამპ ტაუერის აშენების ორი წარუმატებელი მცდელობა გვახსოვს. 2012 წელს ბათუმში მიხეილ სააკაშვილმა მონიშნა ტერიტორია და თქვა, რომ აი აქ აშენდება ტრამპ ტაუერი. არა მარტო თქვა, არამედ პროექტიც არსებობდა, ინვესტორებიც თითქოს არსებობდნენ და არა მარტო ინვესტორები არსებობდნენ, არამედ თვით დონალდ ტრამპს სთხოვა ჩამოსვლა, ტრამპი ჩამოვიდა, ტრამპი შეხვდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, ილაპარაკეს, ისაუბრეს ბიზნეს საქართველოსა და ტრამპის ორგანიზაციებს, კომპანიებს შორის ბიზნეს კავშირებზეც ისაუბრეს, მათ შორის ამ პროექტზეც ცხადია ბევრი ისაუბრეს და თქვეს, რომ აი აქ და აქ აშენდება ტრამპ ტაუერი. მაგრამ 2014-15 წლებში ტრამპ ტაუერი, კი არა, ტრამპმა გააკეთა ამგვარი განცხადება, რომ რადგან ის პოლიტიკაში მოდიოდა და საპრეზიდენტო კამპანიისთვის ემზადებოდა, ის არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა პროექტებსაც ჩაშლიდა, რამე რომ არ ეთქვათ მისთვის. ანუ ვინმე რომ არ მისდავებოდა, რომ აქ ინტერესთა კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. აქედან გამომდინარე, ტრამპმა ეს პროექტიც, ბათუმის პროექტიც ჩაშალა, სააკაშვილი აღარ არის პრეზიდენტი. ბიზნე ივანიშვილმა თქვა მერე რაც თქვა ამ ყველაფერზე, იცით თქვენ რომ ტრამპიო არანაირ ინვესტიციას არ დებდაო იმ პროექტშიო, ეს 2013 წელს გაკეთებული განცხადებაა ოლიგარქ ივანიშვილის მიერ და ის პროექტი მოკლედ ჩაიშალა. 2017 წელს საკმაოდ ძლიერმა და ჩვენ სინამდვილეში მართლაც რომ ძლიერმა Silk Road Group-მა რამიშვილი, ანუ ზარალა, ბიზნე ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდთან ერთად კიდევ ერთხელ დააანონსა ტრამპ ტაუერის აშენების პროექტი. იქ არ გახსენებია ბიზნე ივანიშვილს უშუალოდ და მის მაშინდელ პაჟებს, რომ ფულს დებდა არა ტრამპი, ან ტრამპის რომელიმე კომპანია, დეველოპერული კომპანია თუნდაც, არამედ ფულს დებდა სწორედაც რომ თანაინვესტირების ფონდი და Silk Road Group-ი, ანუ ზარალა, ანუ რამიშვილი და იმჟამინდელმა ლიდერებმა ქართული ოცნებისა ტაში შემოჰკრეს, ოხ ეს რა მაგარი რამეა, ნახეთ ჩვენ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის უნარი გვაქვსო, თუმცა არავის გახსენებია და არც უთქვამს საზოგადოებისთვის არ გაუმხელია, რომ ფული უცხოური კი არ იქნებოდა, თუ იქნებოდა ისიც, არამედ იქნებოდა ტრამპის ფული კი არ იქნებოდა, არამედ იქნებოდა სწორედ თანაინვესტირების ფონდის, მარტივად რომ ვილაპარაკოთ, ბიზნე ივანიშვილის ფული, აგრეთვე Silk Road Group-ისა 250 მილიონ დოლარზე იყო საუბარი და სად არის ეს პროექტი, მე მინდა გკითხოთ, არ არის ეს პროექტი, გაქრა. არავის არ აუშენებია, არ უყიდია მათ შორის არც ბრენდ ნეიმი, ბრენდი, სახელწოდება ტრამპ ტაუერი და შესაბამისად ის შენობა, მაშინ არ მახსოვს სიმართლე გითხრა, არც 2012 წლის შენობის სიმაღლე მახსოვს, თუ სართულების რაოდენობა ვერ აშენდა ვერც 2017 წელს რომ იყო დაანონსებული, 2019-ში, 20-ში, 21-ში, 22-ში ვერც დაიწყო, ვერც დასრულდა და მოკლედ ჩაიშალა. ფიქრი იმის თაობაზე რომ ეს პროექტიც ჩაიშლება, აი ის იპოდრომზე რომ უნდა აშენდეს, ტრამპ ტაუერი 70 სართულიანი და მართლაც ყველაზე მაღალი იქნება აშენების შემთხვევაში საქართველოში, ფიქრი ამის თაობაზე საკმაოდ ლეგიტიმურია, მაგრამ ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ. ხო, რატომ იქნება
კი არა, ნამდვილად იქნება საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა თუ აშენდება, ხოლო კავკასიის მასშტაბით მაინც არ იქნება ყველაზე მაღალი, იმიტომ რომ ბაქოში ისი თქვენ რომ გაცილებით მაღალი შენობებია. ამაზე არ ვსაუბრობ, უბრალოდ ეს რეპლიკის ჩანართის სახით. კიდევ ერთხელ დავუბრუნდები მეკითხვას, დაალაგდა თუ არა ბიზინა ივანიშვილი ტრამპთან და თუ არ დაალაგდა, მას რისი მომასწავებელია, რისი მადასტურებელია ტრამპ ტაუერის აშენება. ამაზე ვილაპარაკებთ 2 წუთში, მანამდე კი თქვათ ამგვარი რამ თუ აშენდება ეს შენობა, ჩვენ პრინციპში ნებისმიერ შემთხვევაში მას უნდა მივესალმოთ, იმიტომ რომ დასავლური ინვესტიცია რასაკვირველია, ბევრად სჯობს, ეგრეთ წოდებულ, მე კი არ მიყვარს ასე თქვა ხოლმე, მაგრამ მაინც ეგრეთ წოდებულ არაბულ ინვესტიციას ან არადემოკრატიული ქვეყნებიდან, თუნდაც ჰიბრიდული დემოკრატიებიდან ინვესტიციებს. რუსულ ინვესტიციას ხომ სჯობს და სჯობს, ჩინურ ინვესტიციას ხომ სჯობს და სჯობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ეს კარგი ამბავია, მით უფრო მაშინ, როდესაც ტრამპია პრეზიდენტი, ტრამპ ტაუერის აშენება თბილისში, დედაქალაქის ცენტრში, მე არ ვიცი ახლა როგორი პროექტი გაკეთდება, მაგრამ მაინც და რომც გაკეთდეს ისეთი პროექტი, რომელსაც დაიწურებენ ცალკეული ადამიანები, მე ვერ შევალ ამ დებატებში იმდენად, რამდენადაც კვალიფიკაცია არ მეყოფა. რასაკვირველია, ყველაფერი უნდა იყოს დაცული, რასაკვირველია, ყველაფერი უნდა იყოს კარგი, რასაკვირველია, ეს უნდა იყოს მაღალი ხარისხის თუ მაღალი კლასის, ასე ვიტყვი, ბიზნეს ცენტრი თუ სასტუმრო თუ რაც იქნება, საცხოვრებელი სახლი, მოკლედ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თუ აშენდება, კვლავ ვიმეორებ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი და ფიქრი იმის თაობაზე, რომ როგორც წინა ორი პროექტი ვერ შედგა, ჩავარდა, ეს პროექტიც ვერ შედგება, ჩავარდება და ამ ქართული ოცნების დღევანდელი ტაშის კვრად დარჩება, ეს ფიქრი კი ლეგიტიმური. აქვე ვიტყვი, რომ აქვე ვიკითხავ, რომ ვისი ფული იქნება ტრამპის იმ კომპანიებისა. არა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ტრამპის კომპანიების ფული იყოს, თუ აშენდება მაინც და მაინც, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ცოტაზე მეტად ეჭვი მეპადება. გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც აკითხავთ, რომ ავრცელებს Wall Street Journal-ი, ფიგურირებს რამდენიმე ისეთი კომპანია, რომელიც ტრამპთან გაკავშირებული იყო ან არის. მაგალითად, The Trump Organization-ი, რომელიც ფლობს ტრამპ ტაუერის ბრენდის ლიცენზიას და ამ შემთხვევაში, როდესაც ტრამპ Organization-ი მოგიდებს ხოლმე ხელს, ადგილობრივი დეველოპერები აშენებენ როგორც წესი. აი ამ ინფორმაციას, როდესაც ვეცნობით და ვეყრდნობით, შესაბამისად გვახსენდება კომპანია ამგვარი, კერძოდ არქი ჯგუფი და ბიოგრაფი ლივინგსი, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართულები და ფოტოების გავრცელდა ზაზაფაჩულია, არქის ჯგუფის წარმომადგენლები და ხელმძღვანელები, სხვები და შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ მე ვფიქრობ პერსონალურად, რომ ეს არ იქნება ტრამპის ორგანიზაციების, კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციები. უბრალოდ ბრენდ ნეიმს გამოიყენებს არქი ჯგუფი ააშენებს, ბიოგრაფი ლივინგი ააშენებს, ბრენდ ნეიმს გამოიყენებს და აქედან გამომდინარე უკეთ გაყიდის ამ პროექტს თუ ამ პროდუქტს, ასე რომ იტყვიან, ასე რომ ამბობენ ხოლმე. გარდა ამისა, ამ პროცესში ჩართულია ასეთი კომპანია საპირი. მე დავინტერესდი, ვინ არის ეს საპირი, რა კომპანიაა ეს საპირი, მოვიძიე ინფორმაცია მის შესახებ და გავწავაწყდი ამგვარ რამეს. დიახ, ეს არის Sapir Organization, ნიუ-იორკსა და ისრაელში დაფუძნებული უძრავი ქონების დეველოპერული ჯგუფი. მისი კავშირები ტრამპთან ამგვარია, მას ჰქონდა და არა აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ზმნა, ურთიერთობა ტრამპთან. კერძოდ ისინი იყვნენ პარტნიორები ერთ-ერთ ცნობილ პროექტში ტრამპ სოჰო. პროექტი გაკეთდა ტრამპ Organization-თან, აი ხსენებულ ტრამპ Organization-თან ერთად. ეს იყო უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ნიუ-იორკში დამფუძნებელი ამ ყველაფრის არის და ვინც ითავა ეს ყველაფერი. პროცესში ასევე მონაწილეობდა Bayrock Group-ი, კიდევ ერთი დეველოპერული პარტნიორი კომპანია. ეს იყო კლასიკური დეველოპერული პარტნიორობა და არა პოლიტიკური ალიანსი. მე მგონი ეს რაც უკვე გითხარით, ერთგვარად სცემს პასუხს კითხვას, დაალაგდა თუ არა ივანიშვილი ტრამპთან. არა დაალაგებულა და აქ უკვე თქვენი ნებართვით პოლიტიკურ სივრცეში პოლიტიკური მიმართულებით შევინაცვლებ და პოლიტიკური მიმართულებით ვიმსჯელებ. გეხსოვებათ, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია ფორმულამ მიმართა სახელმწიფო დეპარტამენტს. და ხკითხა ამგვარ თემაზე გაუგზავნა შეკითხვა, როგორი არის ურთიერთობები საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან. ვაშინგტონიდან მოვიდა
პრინციპში მაინც მოსალოდნელი პასუხი საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ქართულმა ოცნებამ შესანიშნავად იცის რა უნდა გააკეთოს იმისთვის რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ამ მშრალი ინფორმაციის მიღმა, ამ მშრალი პასუხის მიღმა პრინციპში იმალება ბევრი ის თემა, რომლებთან დაკავშირებით არაერთხელ გვიმსჯელია და რომლებიც დღესაც აქტუალურია. მას რას ელოდება ვაშინგტონი თბილისიდან? ასაკვირველი ელოდება ადეკვატურ პოლიტიკას კავკასიის რეგიონში, ირანის კონტექსტში, ანუ ფართოდ ახლო აღმოსავლეთის ამ რეგიონის კონტექსტში. ელოდება ადეკვატურ პოლიტიკას, მაგალითად, უკრაინის კონტექსტში, ანუ მის პოზიციას პოლიტიკაში არ იგულისხმება სამხედრო დახმარება უკრაინისა. მაგრამ მის ღირებულებით პოზიციას იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა დასუსტდეს ბოროტების ღერძები. ირანი პირველ ყოვლისა, ახლა აქტუალური რაც არის, რუსეთი უპირველეს ყოვლისა, რაც ასევე აქტუალურია და ჩინეთი, რომელთანაც თამაში მიდის. აი ჩინეთი კი ძალიან საინტერესო ამბავია ჩვენს კონტექსტში. როგორ შეიძლება დაალაგდეს ტრამპი პერსონალურად ბიზნა ივანიშვილთან, როდესაც ბიზნა ივანიშვილის თაოსნობით ჩინეთი სულ უფრო მსუყედ მონაწილეობს ჩვენს სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებში. ასე მაგალითად ჩინეთმა და სწორედ ჩინეთმა ამ რამდენიმე დღის წინ გარკვეული მაქინაციების, ან ესე ვიტყვი, კომბინაციების შედეგად იყიდა სიდიდით მესამე ბანკი, ლიბერთი ბანკი, უფრო ზუსტი რომ ვიყო, სიდიდით მესამე და მეოთხე ბანკები პრინციპში მაინც გაერთიანდა, ანუ ბაზის ბანკმა იყიდა მეოთხე, მიყიდა მესამე, უფრო სუსტმა იყიდა უფრო ძლიერი. რეალურად ეს არის ჩინური ინვესტიციაც არა, ჩინეთის ჩინური კომპანიის Hualing's მიერ შესყიდვა ამ ლიბერთი ბანკისა და ამის შედეგად დაახლოებით 1,900,000 2 მილიონი მოქალაქის, საქართველოს მოქალაქის პირადი მონაცემების აღმოჩენა ჩინეთის სპეცსამსახურების ხელში. ტრამპისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ვინც პრინციპში შესანიშნავად ხვდება, რომ რუსეთის და ირანის მძლავრი სახელმწიფოებია, მაგრამ მაინც კისერ მოსაგრეხი და კისერ მოგრეხვადი სახელმწიფოებია, მაგრამ ყველაზე მთავარი ეგზისტენციური მოწინააღმდეგე არის ჩინეთი. ჩინური კომპანიებისათვის, ჩინური სახელმწიფო და არასახელმწიფო კომპანიებისათვის ამ ქვეყანაში, ამ რეგიონის ამ ქვეყანაში ესოდენ სერიოზული კარდ-ბლანშის მიცემა პრინციპში მაინც დანაშაულია. ახლა მე კიდევ ერთხელ დავსვამ კითხვას. დაალაგდა ტრამპი ბიზნა ივანიშვილთან ერთი შენობის აშენება, რომელსაც ტრამპის კომპანიები არც აშენებენ, უბრალოდ ყიდულობენ brand names, Trump Towers და ტრამპ ვიღაცა აშენებს ქართული კომპანია მაღალზე მაღალი ალბათობით და მათ შორის შესაძლოა იყოს ბიზნა ივანიშვილის პულიც. ან არქის ჯგუფი, არქი გრუპის ფული, ან კიდე რა ქვია იმ კომპანიას. კიდე ერთი კომპანიის ფული იყოს ამ პროცესში და ბიზნა ივანიშვილი შეიძლება შეეხიდოს ამ და თავისი ათეულობით მილიონი დოლარი გადაიხადოს ერთი კომპანიის ან სამი კომპანიის მიერ ამგვარი შენობის აშენება და ტრამპს თაუერის დარქმევა ნიშნავს თუ არა დალაგებას. არ ნიშნავს, იმიტომ რომ გაცილებით სიღრმისეული, გაცილებით სტრატეგიული თემებია დღის წესრიგში. ეს არის პირველ ყოვლისა ჩინეთის არ გაბლატავება საქართველოში, მათ შორის არც ანაკლი სპორტში და ჩვენ არ ვიცით საბოლოო ჯამში ჩაშალა თუ არა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ კონტრაქტი ჩინურ კომპანიასთან, რომელსაც გაამარჯვებინა ანაკლის ღრმას კლუბან პორტში. ეს ერთი. და სანამ არ გვეცოდინება მანამდე რომ სხვა კომპანიამ არის ფლობელი ან სხვა კომპანიაზე გადაიყიდა ან ახალი ტენდერი თუ კონკურსი გამოცხადდება და ასე შემდეგ, მანამდე პრინციპში ფორმალურად მაინც უნდა მივიჩნიოთ რომ ეს არის ჩინური კომპანიის ფლობელობაში არსებული არ შემდგარი პორტი, არ აშენებული პორტი, ანუ პროექტი მისია, ფლება რომ პორტი აშენოს მისია, ეს ერთი 59%, მაგრამ მაინც ეს მნიშვნელოვანია. მეორე, საგზაო ინფრასტრუქტურაში და არა მხოლოდ ჩინელები საკმაოდ ცვილად შემოჰყავს ბიზნა ივანიშვილს და არა მხოლოდ ჩინელები, არამედ ასე მაგალითად ჯო ვილსონი, კონგრესმენი ძალიან ხშირად ლაპარაკობს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების კავშირებზე, როგორც ჩინეთთან, ისე ირანთან, მათ შორის სადაზვერო ინფორმაციების გაცვლა-გამოცვლაზეც კი კეთდება აქცენტები და რომელიღაც ეტაპზე ეს ჯო ვილსონი დაუკაკუნებს უთუოდ ტრამპს ან რუბიოს და რუბიო მის რაც იცის დასაკვირველი აუკლებლი ყველაფერი და როდესაც მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით, ვინ იცის და ამ პროექტსაც ჩაშლიან, ანუ ტრამპი არ მისცემს არავის მისი სახელის, მისი ბრენდის, ტრამპ თაუერის ბრენდის გამოყენების უფლება, შესაძლებლობას და ზუსტად ისე ჩაიშლება ეს პროექტი, როგორც ჩაიშალა წინა ორი, ოღონდ სხვადასხვა
ფორმალისტური მიზეზებით და თუ მაინც მისცემს და ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ შემთხვევაში თუ დასავლური ინვესტიცია იქნება, იმიტომ რომ ზურგზე ვერ მოიგიდებს ბიზნესა ივანიშვილი მაშინ როცა წავა ქვეყნიდან, პოლიტიკიდან და ქვეყნიდან და აღმოჩნდება საპატიმროში და ეს დაგვრჩება და ეს ძალიან კარგი იქნება და ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იქნება საქართველოში, იმიტომ რომ ტრამპ ტაუერი სადაც არის, რა საკვირველია, ბევრი ინვესტორი ამ შემთხვევაში მიდის დამატებით და დამატებითი საფუძველია ინვესტიციების განხორციელების ამა თუ იმ ქვეყანაში. ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ეს პროექტი რომც განხორციელდეს, საბოლოო ჯამში ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება სტრატეგიულ საკითხებზე დაალაგდა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან. იმ ნათქვამ სიტყვაში, პასუხში, რომელიც გამოაგზავნა სახელმწიფო დეპარტამენტმა, ის ნათქვამია შემდეგი რა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიცის რა უნდა გააკეთოს ანაკლიასთან იმართებაში, შუადერეფანთან იმართებაში, ირანის კონტექსტში, უკრაინის კონტექსტში, სხვადასხვა მსხვილი პროექტების განხორციელების კონტექსტში, საქართველოს პოზიციონირებასთან დაკავშირებით ამა თუ იმ მნიშვნელოვან ლოკალურ, ანუ ამ რეგიონის და უფრო გლობალურ პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება მიცის, როგორ უნდა შემოიყვანოს მეტი ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონში, ქვეყანაში და რეგიონში და მათ შორის როგორ უნდა დაეხმაროს ასე მაგალითად ტრიპს, ანუ ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, რომელიც ეს პროექტი განხორციელდება, განსაკუთრებით მაშინ აიღებს ის დიდ სიჩქარეებს, როდესაც დასრულდება ომი ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ირანში და მშვიდობის პერიოდი დადგება. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას და მის ნაჩვენებს ბიზნესა ივანიშვილს მოუნდება გაყიდოს ეს ამბავი, როგორც ტრამპთან ურთიერთობის დაალაგება და იტყვია, რომ აგე პრეზიდენტის ცოლი შეხვდა პირველ ლედის, აგე ერთი რაღაცა სუსის უფროსი იყო ჩასული და შეხვდა სავარაუდოდ თან გარკვეული ალბათობით თულსი გაბარცაც. შაგე რაღაცა ვიღაც ტიპები იყვნენ ჩასულები სოფლის მეურნეობის მინისტრად წოდებულია თუ არ ვცდები ჩასული ახლა შეერთებულ შტატებში, კერძოდ ვაშინგტონში და შესაბამისი კოლეგის მოადგილეს ხდება და ელჩი ტალიაშვილი უზრუნველყოფს ამ შეხვედრებს გალკეული პირები. არც ერთ შემთხვევაში დაალაგება ეს არ არის. იმ შემთხვევაშიც კი არ არის დაალაგება, თუ მეგობარი აქტი, როგორც ხედავთ, გადადებულია და მეგობარ აქტს არ მიუბრუნდება შეერთებული შტატების კანონმდებელი, კერძოდ ზედა პალატა. და არ იქნება მიღებული ის ამა თუ იმ ფორმით, სხვადასხვა ფორმა არსებობს მეგობარი აქტის მიღებისა. საქართველო არ არის ამერიკის თვალსაჩინში მოცემულ ეტაპზე და თუ არის და შესაძლოა არის, იმიტომ რომ რუბიო აგე დაუკავშირდა ირაკლი კობახიძე ბანდიტს, არ ნიშნავს იმას, რომ შეერთებული შტატები ფრიად კმაყოფილია იმ პოლიტიკით, რომელსაც აწარმოებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება. ამ ყველაფერთან რა კავშირშია ცოტნე ივანიშვილი? არც არაფერ კავშირშია, მაგრამ ბიზნესა ივანიშვილს შესაძლოა აქვს ცდილობა, რომ ახალგაზრდებმა შეუქმნან ქართულ რუსულ ოცნებას ერთგვარი ჯანსაღი ოპოზიცია და გააკრიტიკონ გარკვეულ ისეთ საკითხებში, რაშიც ვერ გააკრიტიკა წანაზარდმა ქართული ოცნებისა მართველი პარტია ხალხის ძალამ, ან კიდევ ერთმა წანაზარდმა, მაგალითად კონსერვატორულმა პარტიამ კი არა ამ რა ქვია, ბატონ შაქარაშვილის პარტია, ნეიტრალური საქართველო თუ არ ვცდები. კონსერვატორები კიდე წვები არიან თუ არ ვცდები. ხო, რაშიც ვერ ასწიეს ეს თამასა, ვერ მოახერხეს ეს ყველაფერი. და შეიძლება ცოტნე ივანიშვილი, როგორც მისი უფლისწული, მე გამაკრიტიკეს უფლისწულს რატო უწოდებო, ჩავსვა ბჭყალებში და მის უფლისწულს უწოდებთ უგნებავთ. მისი უფლისწული ჩაუდგეს რაღაც მოძრაობას, საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც ჯანსაღი ეგრეთ წოდებული კრიტიკით დაკავდება და იტყვის, რომ აი იმათმაც დააშავეს და საზოგადოების ერთი ნაწილი შეიძლება დაგოიმდეს და თქვას, ბოდიში ამ საკითხის, რომ ნახეთ რა კარგი ახალგაზრდა არის, წავიკითხე აქა-იქ წერილები თუ სტატუსები იმის თაობაზე, რომ შესანიშნავი ორატორია ცოტნე ივანიშვილი. ცოტნე ივანიშვილი არ არის დამნაშავე, ხაზგასმით მინდა თქვა, მაგრამ ცოტნე ივანიშვილი ნელა-ნელა გაგიკვირდება და ხდება ასე მორალური თვალსაზრისით დამნაშავე იმ პროცესებში, ამდენადაც სრულწლოვანია, იმ პროცესებში, რომლებიც მიმდინარეობს მამამისის თაოსნობით, თუ მამამისის გადაწყვეტილებით საქართველოში და ეს არის საშინელება, რაც ხდება საქართველოში. ეს არის ადამიანის უფლებების და ღირსების შელახვის თვალსაზრისით, ინდივიდთა დაჩაგვრის თვალსაზრისით საშინელება სახელმწიფოსთვის, სახელმწიფო ორგანიზმზე დანის დასმის თვალსაზრისით საშინელება, ევროატლანტიკური კურსის გაუქმება, შიდა უფსკრული ავისი რუსების ესე გაბლატავება, ბიზნესების მისცემა და ასე შემდეგ. ყველა ბჭყალებში თუ ბჭყალებოთ ნორმალური განცხადება ნებისმიერი ცოტნე ივანიშვილისა ან ივანიშვილის ნებისმიერი პირდაპირი თუ
არა პირდაპირ შთაომავალისა ვერ გახდება თავად ივანიშვილის ინდულგენციის საფუძველი. ამ ყველაფერთან რაც გიამბეთ ტრამპ-ტაუერთან ეს ყველაფერი კავშირში არ არის. უბრალოდ მე იმის თქმა მინდა რომ ცოტნე ივანიშვილის ასპარეზზე გამოგორებით ბიზნე ივანიშვილმა შეიძლება მართლაც დაიწყოს ხელოვნური ოპოზიციის შექმნა, რომელიც რომელიღაც ეტაპზე 26-ში თუ 28-ში შეცვლის ამ ბანდიტურ ირაკლი კობახიძის ბანდიტურ დაჯგუფებას, ოღონდ არცობრივი სხვაობა, არსებითი სხვაობა ბიზნე ივანიშვილის პოლიტიკაში რასაკვირველი არ იქნება, ეს იქნება უბრალოდ გადაგორების როგორც ასეთი ცდელობა. ამ ტრამპ-ტაუერსაც ამ კრიზისიდან თავდაღწევისათვის გამოიყენებს ბიზნე ივანიშვილი და აკრევინებს რატაშს მის მომხრეებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, პირდაპირ თუ ირიბად ნაყიდებს, რომლებიც დღეიდან უკვე დაგველაპარაკებიან იმაზე, რომ აგი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა დაალაგდა. არა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა ვერ დაალაგდება ვერც ერთი და ვერც 17 ტრამპ-ტაუერის აშენებით ეს ერთი. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დაალაგება ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესი უნდა გაითვალისწინოს ბიზნე ივანიშვილმა. მე გიამბეთ სახელმწიფო ინტერესის რამდენიმე ასპექტის თაობა, რამდენიმე თვალსაჩინოების თაობაზე. ეს არის ანაკლია, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა აქ, ღირსების არაყრა, ქართული პოლიტიკის და დასავლური პოლიტიკის გატარება საქართველოში, ანტირუსულის ანუ ხაზგასმით ვამბობ, რუსების ესეთი გაბლატავების შეჩერება აქ, რუსული ინვესტიციების მოსპობა რუსულ ბაზარზე ესე ამოკიდებულები რო ვართ, ამის ჩაჩეხვა ევროკავშირისკენ ბევრი რამეა, რაცაც ვერ გადასწორნის 1.17 თუ 2.17 ტრამპ-ტაუერი. ტრამპ-ტაუერი თავად დონალდ ტრამპს არ მინდა თქვა რომ ფეხზე ხკიდია მეთქი, მაგრამ მისი შენებლობით ამ პროექტებით, ამგვარი პროექტებით ამ ქვეყანაში აღარ არის დაინტერესებული, რამდენადაც ის იდენტობით პოლიტიკოსია და აღარ არის იდენტობით ბიზნესმენი, რომელიც ტრამპ-ტაუერებს აშენებდა, მე ყიდდა, მე არ ყიდდა, მე რაღაცა დეველოპერული ბიზნესით იყო დაკავებული, ფულს შოულობდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის საკუთარი თავისთვის ფულს არ ნაკლებად შოულობს, ის თუ შოულობს ფულს მოცემულობებზე, შოულობს ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და თავად საკმარისი მდიდარი კაციც არის, მოგეხსენებათ თქვენ და კიდევ ამბიციური კაცია და არ გაიფუჭებს სახელს ბიზნე ივანიშვილის ქვეყანასთან ურთიერთობის დაალაგებით, დამატებით არ გაიფუჭებს მეთქი ასე ვიტყვი, არ დაალაგდება ბიზნე ივანიშვილთან, იმიტომ რომ სულ მინიმუმ, აი ძალიან რბილად ვიტყვი, კონტროვერსიული პერსონაა ბიზნე ივანიშვილი ტრამპის აღებით. რეალურად კი ტრამპი მიხვდება, ტრამპს ეტყვიან და ისიანი ისედაც და უშუალოდ ტრამპი მიიღებს გადაწყვეტილებას ბიზნე ივანიშვილისა და ამ ქართული ოცნების კისრის მოგრეხვის თაობაზე. ოღონდ აქ კიდევ ერთი დეტალია, რაზეც მნიშვნელოვნად უნდა გავამახვილო ყურადღება. ამისთვის ჩვენ უნდა ვივარგოთ, ტრამპს უნდა ჰქონდეს საყრდენი ქართული საზოგადოების სახით, რომელიც ისედაც ძალიან მყარად, ძლიერად დგას და აპროტესტებს ბიზნე ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც არ დაგოიმდება, ბოდიშ ვიხდი, მისი ნაწილი არ დაგოიმდება ამგვარი პროექტების არსებობით, ამგვარი პროექტების შექმნით და არ ეგონება, რომ ბიზნა დაალაგდა დონალდ ტრამპთან, ბიზნა ტრამპთან ვერ დაალაგდა და ვერც დაალაგდება, ამის ხაზგასმით თქმა მინდა. ნახვამდის.